მოგესალმებით მეგობრებო, პრემიერ ლიგა პლუსი კიდევ მესამე ეპიზოდი გვაქვს უკვე ბადრი გილოსავ. სამი ეპიზოდი აღარ არის, მაო სახომარო ამბავი, თან ციფრიც ისეთია. აღსანიშნავი ფაქტია. კი ბატონო. ხო და ნახეთ ლაიქი, subscribe-ი, თავიდანვე ვიტყვი, მე რო არ დამავიწყდეს თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი. რავი, მაგარი ტური იყო, ოღონდ ეს ტური ჯერ კიდევ გრძელდება. პირველ რიგში მოდი თასის თემით დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩელსი ფინალი იყო და ძალიან საინტერესო ფინალი იყო. და შენი პირველი შტაბისტილებები თუ შეიძლება პირველ რიგში გაგვიზიარე და მე განვარცოთ რა ეგ თემა რა. გამარჯობათ მეგობრებო, მართლა ძალიან საინტერესო თამაში იყო. ბრძოლა იყო, მართლა მაგასველოდი, იმიტომ რომ ჩელსი ახლა ძალიან დიდ კრიზისშია, თან უთავკაცოთ არის. ახალი მცველი მოვიდა, დროებითი შემსრულებელია და ეხლა იმას ცდილობს რომ რაღაცა გამოავლინოს, მაინც დიდი გუნდია, დიდი შესაძლებლობები აქვს, ფინანსებითაც ძალიან ძლიერია, ეხლა ფინალში გავიდა და ერთ თამაშს ყველა თამაშობს. ასე რომ ეხლა მათ არაფერი არ იყო გადაწყვეტილი რომ City ამ თამაშს მოიგო და პირველ ტაიმი მიდიოდა ისეთი ფრთხილი თამაში მიდიოდა. მეორე ტაიმში უკვე ეს City გამოვიდა როგორც თითქოს მწვრთნელმა აი გვარდიოლა მინდა დაქოქა რა რაღაც ესეთ მომენტში და სერიოზული მიზნებით გამოვიდნენ ძალიან სერიოზული მაგარი გოლი გაიტანა აი კლასი ანახა მასტერ კლასი ანახა სიმენიომ რა იმინა თან როგორ აი იმან ჰალანდმა გააკეთა შეგდება ბურთის და ამან ქუსლით გაიტანა ულამაზა საოცარი გოლი გაიტანა მასტერ კლასი ეგეთ გატანილ გოლებში ეგეთი რონალდოსაც აგატანილი და ყველა ისეთ მაგრამ ეგეთ სტილში გატანილ გოლებში ერთ-ერთი ალბათ რთული და იცი შენ წარმოიდგინე ერთ წამში ხო ეს უნდა მოიფიქრო ხო რა როგორ დაატყა ინსტინქტი ფეხბურთის და იმიტომ არის მაღალი დონის ფეხბურთელი რომ ასე და თან ძალიან უფრო და უფრო წინ მიდის ეს ფეხბურთელი 1-0 და ამის შემდეგ საერთოდ გამოფხიზდა ჩელსი და მართლა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მართალია წააგო მაგრამ მაგან უფრო დიდი შერკინება მოიგო ხაბი ალონსო წაიყვანა ეხლა მწვრთნელად და მე ველოდები რომ ჩელსი ძალიან სერიოზული გუნდი დადგება შემდეგ წელს თუ კიდე რამოდენიმე წელი ეხლა აღარაფერი აღარ დარჩა ეხლა და ჯერ არც დანიშნულა უბრალოდ დანიშნეს თან მარტო როგორც მე რას გეკითხები იცი შემდეგ წელს ფიქრობ რომ ჩელსი უკვე მოიხოდება თუ ფიქრობ იქითა წელს 2 წლის მერე ან 3 მომავალ წელს უკვე სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ყველა გუნდს მაშინ მოდი უშუალოდ თამაშზე კიდე სანამ გავაგზავნებთ რახან ხაბი ალონსო ახსენე ეხლა მოდი ის თქვა შენ როგორ ფიქრობ რა შეიძლება მისი ხედვა იყოს რას გულისხმობ იცი შეიძლება თუ არა რომ მფლობელებს მოთხოვოს X ფეხბურთელი რომელიმე ან გაუშვოს. ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ხაბი ალონსო მარტო მწვრთნელად კი არ მოიყვანეს როგორც მენეჯერი. ანუ თვითონ გააკონტროლებს ვინ მიიღოს, ვინ არ მიიღოს, ვინ კონტრაქტში ჩაუდეს ეს პირობა? კონტრაქტში ალბათ ჩაუდეს, მე ვიცი რომ ეგეთი სხვანაირად არ მოვიდოდა. იმიტომ რომ მაგას აქვს გამოცდილება, მით უმეტეს ახლა ლევერკუზენში მაგას ჰქონდა ყველანაირი თავისუფლება და როგორი გუნდი დააყენა, ნახე ხო, წაუგებლად დაამთავრა გერმანიის ჩემპიონატი ბაიერნთან შერკინებაში. ლევერკუზენს ხო იცი რას ეძახდნენ ნევერკუზენ არ ვერასოდეს ვერ გახდები ჩემპიონი ეკაიფებოდა ხალხი და ისეთი გუნდი დააყენა რომ ევროპასპონსორი ასპირინი არისო кай ხან კი ბატონო ასპირინი და მაგის პრეზიდენტიც რაღაც მაგის ფარმაცევტული ფარმაცევტებს ეძახდნენ ხო და ასე რომ ალონსოს ძალიან სერიოზული ისექნება რა წარმატება მე ესე მგონია და გამოცდილება იმისი რომ ხელმძღვანელობასთან როგორი ურთიერთობა ქონდეს მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა უკვე რეალში ქონდა როდესაც ხელმძღვანელობამ ბამპეს და ვინისიუსის მხარე დაიჭირეს და გაუშვეს ფაქტიურად ეგეთი შედეგები რეალს არც ქონია მაგას რო ქონდა ძალიან ელ კლასიკოც მოიგო და უკვე ყველაფერი იმისკენ მიდიოდა რომ რეალი წინ წასულიყო მაგრამ ეხლა რა დღეშია რეალი ვხედავთ ხო ყველა არანაირი პრეტენზია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა ლა ლიგა ვერ მოიგო ჩელსიში აუცილებლად ექნება წარმატება მოკლედ ამ თასეთა ლაპარაკი რომ მოვჩეთ და დავამთავროთ City მაიღო დამსახურებულად გაიმარჯვა ხალხი მოელოდა რომ გაანადგურებს ჩელსის მართლა ესე არ იყო სერიოზული ბრძოლა იყო გაიმარჯვა იმან ვინც გაიმარჯვებენ და გვარდიოლას მართლა გენიალური მწვრთნელია მაგრამ ასე ვფიქრობ რომ რაღაც ისეთი პირი უჩანს და სხვადასხვა ლაპარაკები მიდის მაგაზე ჩუმად
რომ გვარდიოლას ეპოქა სიტიში მთავრდება. მოდი მაშინ იცი რაც გეტყვი, თუ გვარდიოლას ეპოქა სიტიში არ დამთავრდება, აი შენ რო ამბობდი რომ გვარდიოლასო აკლდა ეს კლოპის მომენტი, ანუ ვიღაცა რა, ვისთანაც ექნება მუდმივი დუელი. შეიძლება თუ არა, თუ სიტიდან არ წავიდა, გვარდიოლასთვის ხაბი ალონსო იყოს ახალი იურგენ კლოპი. ანუ მასთან კონდეს. შესაძლებელია, თუ კაი გუნდი დადგება, სავსებით შესაძლებელია, მაგრამ აი როგორც კლოპი ასეთი არ ამგონია, მაგრამ არა, ეგ ქარიზმა არა აქვს, მაგრამ ანუ გულისხმობ რომ რაღაცა თქვა ჩელსის თუ რაღაცა სულებს გააკეთებს და ამ კაცას თავისუფლებას მისცემენ, იქნება გვარდიოლოსთვის ეგ დამატებითი მოტივაცია. შესაძლებელია, მაგრამ აი მთლად ვერ დაგეთახმები ხა მაგაზე. უბრალოდ სხვა მომენტში, მაგრამ შესაძლებელი არის. ერთი რამეა, რომ ლივერპული როგორც ასეთი მაგის კონკურენტი აღარ არის. აგერ ასტონ ვილა ლივერპულზეც თქვათ ერთი ორი თქვა მაგით გაიხსნა ინგლისის ტური და რა გაუკეთა ხა უბრალოდ. მე გეუბნებოდი შენ წააგებს მეთქი ლივერპული, მეთქი აქ არ ვიცი თქვი თუ არა, მაგრამ კი ბატონო. მიღმა მითხარი შენ და მე სხვათა შორის მე რო დაუფიქრდი გადაცემის მიღმა იქით რო დაუფიქრდი ძალიან მყარი საფუძველი ქონდა მაგას. მაგით ჯერ რა გააკეთა, იცი, უბრალოდ ხა ფინალი აქვს სათამაშო 20-ში. ხო. ასტონ ვილას და აი ფრაიბურგს დაანახა ვისთან აქვს საქმე. რომ რაღაც შიშის მომენტიც რო იცოდეთო მაინცო რა. აქაორ ბიჭო და მოვდივარ ეს და მე მაგრამ შენ ნახე ორმაგად გინდოდა ლივერპულის მოგება. პირველი იმიტომ რომ ლივერპულია, მეორე იმიტომ რომ შენ გინდა ასტონ ვილამ ისეთი ადგილი დაიკავოს, რომ 6 გუნდი გავიდეს პრემიერ ლიგიდან. ამაზე ჩვენ რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ. დიდად ეს მოგება მაგ სცენარს არ უწყობს ხელს. მაგრამ ნუ ეხა ასტონ ვილა არ დაიწყებს იმაზე ფიქს, რომ რაღაცა პატრიოტული მოტივებით რომ 6 გუნდი იყოს, მაგის გამო თამაში არ დაიწყო და აკნას უბერავენ ბიჭები, ვერ აგებენ. მაგას ვერაფერს ვერ ეტყვის, მოიგო ალალად თამაში და დავინახეთ ის ამბავი რომ ინგლისში ეგეთი რაღაც არ მჭირდება და არ თამაშობ არ მოსულა. თან როგორი მომენტია იცი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი რამოდენიმე მილიონია და მილიონებზე უარს არავინ არ იტყვის. ჯერ ერთი ეგ მოტივაცია, მეორე ის მოტივაცია რომ იქ აი მაგალითად ახლა ნიუკასლის საერთოდ მოტივაცია იყო, ამაზეც ვილაპარაკოთ ახლა. აი ჯერ ამას შევხედოთ ასტონ ვილა ლივერპულს. აი თავიდან ბოლომდე დომინირებდა ასტონ ვილა რა. და მე პირველი იყო პირველი. ყველაზე ძალიან რაც მეწყინა მამარდას მდგომარეობა. აბა ბიჭო. ძალიან განსაკუთრებით რომელ მომენტში იცი რომ დაურტყეს შორიდან აიღო, მე კიდე დაუმატეს, კიდე აიღო და ბოლოს რო გაიტანა, კი იძახდა მამარდა თამაშგარეაო, მაგრამ ნუ ხო თამაშგარე არ არის თამაშგარე, უბრალოდ თვითონ ლივერპულის გუნდი არის თვითონ მორყეული. აი ის საფუძველი რაც ფუნდამენტი რაც დატოვა კლოპმა საერთოდ მონგრეულია, დანგრეულია და ეხლა აშენებენ ახალს. რას აშენებენ არავინ არის. და კიდე ერთი ფაქტორია, რომელსაც აი ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხბურთის მოყვარულებს და ეხლა მით უმეტეს ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებს. უყურე რა ხდება, მე ეხლა ლივერპული პირველ რიგში იმიტომ მიყვარდა, რომ რაღაცნაირად აი ესეთი გულიანად თამაშობდა რა, აი თავისი სახელისთვის, თავისი გუნდისთვის, ხო გითხარი ის ბილ შენკლი რომ რა შექმნა, როგორ შექმნა ის ხელისმიდება დაფაზე. თან როგორი მომენტი იყო, ხო იცი, იქ აი ეს ლივერპული კლუბმა რა თქვა, იცი, სანამ არაფერს არ მოიგებთო, ხელი არ დაადოთ. ეგეთი მომენტიც იყო რა და მარტო ქონდა იმას რა, ჰენდერსონი, კაპიტანი კაცო. ჰენდერსონს ჰქონდა უფლება დაედო ხელი, მაგრამ არადებდა ისის პატივისცემით, რომ მარტო მე რა პონჩი დავადო და აი ეგეთი რაღაცა იყო. ხო და კლოპის საერთოდ ყველაფერი მოისპო, მაგრამ პლუს ამას წარმოედგინე უპრეცედენტო შემთხვევა, არც ერთი ინგლისელი, ისა ლივერპულის ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში არ არის. ნუ არა უცნაური. აი და რატო? იმიტომ რომ ყველა უცხოელი ყავს, ძირითადი მოთამაშეები ყველა უცხოელი ყავს და ის ფუნდამენტი, რაზეც არის, რომ აი შენი ქვეყნისთვის, შენი გუნდისთვის, ის უკვე ლივერპულს აღარ არის. ჯერარდის ტიპის. ხო, აღარ არის ეს რა, აი რაღაც სუფთა ინგლისური, აი ეხაც რომ გამოდიან ბევრჯერ მინახია ეს მაიკაზე, რაღაც მაისურზე გამოდიან, რაღაც კოცნიან, ესე ანახებენ. აი არ იგრძნობა ის რომ მართლა ამისთვის იბრძვიან რა. ისე სუფთა ინგლისური კლუბები უკვე ფაქტიურად აღარ დარჩა. ბევრი არის უკვე ფინანსურ საკითხებზეა გადასული და ფინანსური დაინტერესება და რაც სამწუხაროა, მაგრამ მაინც ის სანახაობა და ყველაფერი არსებობს. მოკლედ ლივერპულმა რაღაც მათემატიკური შანსი იმისი რომ ლივერპული ვერ გავიდეს ჩემპიონატზე არსებობს, მაგრამ
ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ბორნუთი მოყვება, ბორნუთი კიდე 55 ქულა აქვს, ბორნმუთს მაინც ჩვენ ხალხში ვახსენოთ. არა, მე შევწდი მაშინ, მე ბრაიტონზე შევადარე. მართალი ხარ, შენ თეორიულად შანსი არის, იმიტომ რომ 4 ქულით უსწრებს ლივერპული ბორნმუთს. ახლა ბორნმუთმა რომ ორივე მოიგოს, მაგალითად ლივერპულმა, თქვა ერთი ფრე ითამაშოს თან უკვე საშიშია. კი, მაგრამ ბორნუთს უბრალოდ სიტისთან აქვს ახლა ხო და სათამაშო ხვალ. თუ ჩემპიონობა თუ წაართვა სიტის, მაშინ რა ვიცი, მაო ეკუთვნის ახლა. და ბორნუთს არ დაგავიწყდეს, 16 თამაში არ წაუგია. ოპა. 16 თამაში არ წაუგია და უსერიოზულესი გარდაქმნები მოხდა მაგუნჩი, თან როგორ მოხდა? აი სემენიო, რომელმაც ახლა თასის ფინალში გაიტანა გოლი. ხო. ის სემენიოც წამოიყვანეს მანდიდან. ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გადაიყვანეს მანდიდან და მაინც ამ დონეზე ათამაშებს და მე ამიტომ უსვენ ხოლმე ხას თავკაცის მწვრთნელის ფაქტს გუნდში, იმიტომ რომ ის ალაგებს გასახდელში მდგომარეობას, სიტუაციას, თუ პატივს სცემენ ისევე როგორც ახლა ოჯახში რომ ამას სიმპათიის ხო ისე რაღაც ეგეთი აი მაგის კაი მაგალითი არის თუ გაქვს ნანახი ალბათ გიქნება ნანახი ლუის ენრიკე რო შესვენებაზე გაბრაზებული რო ლეწავს ყველაფერს იქ რო გამოდის და თუ აგებთო წააგეთო როგორც ღირსეულებმაო ბიჭო ვანი ვართო უკან რისი გეშინიათო რა პრობლემა არის უპასებს რო იძლევითო არა უფრო აგრესიულები იყავით და ლეწავს ყველაფერს რა და რა თქმა უნდა თუ მწნელის პატივისცემა არ გაქვს მაგას ვინ მოითმეს ახლა ხო ხდება კი ბატონო მე იმიტომ ხდება რომ აი ეს ეგო რო აქვს ფეხბურთელს და ახლა ფაქტიურად შენ ერთხელ თქვი კი არა ხშირად იმეორებ ხოლმე მილიონერები არიან ტიპები 22 მილიონერი დარბის მოედანზე და ახლა ის საკონტროლო ეგეთი ტიპი თან კიდე ახალგაზრდები რომელთაც ხედვა სხვანაირი აქვთ რა და ეგო ძალიან მაღალ დონეზე აქვს შენ თქვი რომ მანჩესტერს წინა ტურში 0-0 ითამაშა მანჩესტერმა და დაარღვია 21 თამაში გოლი სულ გაქონდა ხო ესეა? კი ბატონო. ხო და ეხა ფაქტიურად 3 გოლი გაიტანა. საკმაოდ სანახაობრივი თამაში, ამაზე თუ გინდა ვისაუბროთ. მაგრამ ერთ ვიტყვი რომ წინაზე რო 1 გოლი მაინც გაეტანა, უკვე იქნებოდა 23 ნათამაშები თამაში, სადაც გოლი ყველა პონჩი იქნებოდა გატანილი. ეგეც არის, მაგრამ უკვე რა მოხდა, მანდ არაფრის თქმელი თამაში იყო მანჩესტერი ნოტინგემი, მაგრამ აი მართლა სანახაობა ანახეს, ჯიგარი ჩადეს ბიჭებმა იმათ ყველაფერი და ისი დამსახურება იცი ეს ჩემი აზრით ილო. აი ეს კერიკი რომ მოვიდა, შეიტანა გუნდში რა სიმშვიდე რა, უფრო დაწყარდნენ, უჯერებენ, აი ფანებსაც მაგრად მოწონთ რა ეს კაცი, იმიტომ რომ ხა მაგათი აღზრდილია მათნა თამაშებია და დალაგდა მომენტალურად სიტუაცია, მაგრამ რა ხდება იცი? აი ზუსტად 1-1-ში სიტუაცია ხდება, მე მეგონა რომ რაღაც გასაქანი იქნება და აი რაღაც გაგორებით რა და მე უკვე ისევ დაიწყებს ცუდად თამაშს, მაგრამ ჩემპიონატი დაამთავრეს ძალიან კარგად. ზუსტად ივი გაუკეთეს სოლსკიერს. მოვიდა, მაურინიო შეცვალა თან. წარმოგიდგენია, ძალიან ცუდად თამაშობდნენ, ვერ დაალაგა სიტუაცია მანჩესტერში. მოვიდა სოლსკიერი, დაიწყეს კარგად თამაში. უკვე გაუხანგრძლივეს კონტრაქტი და მე უცებ თურმე აღარ მოწონთ და გაუშვეს. აი რაღაც ეგეთი არ დაება. ეხდება ხო, იმიტომ არ მინდა რომ ეს არის წყნარი ბიჭი, ისეთი 7, მაგრამ როგორც მწვრთნელი არ წარმომიდგენია და ერთმა კნას ავი წინ წავიდეს. იმედია მეორე გაზრდილი მაინც გაამართლოს. ლივერპულს არ გადაასწროს და სხვა ვარზარი არ არის. მოიგოს მანჩესტერს. მინდა აღნიშნო მანჩესტერისთვის შეიძლება ისეთი мотиваცია არ ქონათ, მაგრამ თვითონ თამაში და ატმოსფერო, აი ისეთი იყო, გინდა გულშემატკივრები, გინდა ფეხბურთელები, რომ სასიამოვნოა, რომ ეგეთი თამაში, აი მაინც მართლა გულს და სულს დებ. ეგ კი ბეტონო ყოველთვის ძალიან. კიდევ ერთი ფაქტი მოხდა მანდილო ბრუნო ფერნანდეშმა გაიმეორა ასისტების რეკორდი სეზონში. და ორი თამაშია ანრის ჰქონდა და იმას დებრუენს. ანრის ჰქონდა და დებრუენს. მაგარი იყო ბიჭო, ანრი რო პირველ რიგში ხა ანრი ყოველთვის შენთვის ტვინში ასოცირდება პირველ რიგში შემტევთან და გოლთან და არა ასისტებთან. საღო. და ბემომ გაიტანა და ფერნანდეს ულოცავდნენ. ხო, იმიტომ რომ მაგარი სანახაობა იყო, რომ ბემომ გაიტანა და ფერნანდეს ულოცავდნენ. კაი სანახაობა იყო მართლა და მეც მიხარია ხა მაგ ბიჭის წარმოდება, მართლა მშრომელია და მთელი მანჩესტერი, მთელი სეზონი მაგანათრია რა. იმინა მიიყვანა მანდამდე რომ ხა ჩემპიონთა 20 ასისტია. წარმოგიდგენია ხა ამდენი ხანი მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგაზე არ გავიდეს. ეხა გინ მოგწონდეს მანჩესტერ იუნაიტედი და გინდა არა უბრალოდ დაგაკლდება თვალში, რომ აი ის
აი სუფრაზე კაი ტიპი რო არ არის რა ხოლმე ხარ და აგიტყდება რა სად არის კაცო უკვე მესამე ძივართ არ არის რაღაც ის კაცი რაღაც ეგეთი მომენტია რა მოკლედ ეგ ფაქტიც გავდა კიდე ერთი ფაქტი დაფიქსირდა მათ თამაში მე გაცილება იყოს კაზიმირო გააცილეს მანჩესტერიდან და თხოვდნენ რომ ერთი სეზონი იქნებ დარჩო და არაო მადლობთო მე ვგრძნობ რომ ეხა უნდა წავიდო დატოვა მანჩესტერი გააცილეს გულთბილად მართლა ხალხმა მადლობა გადაუხადა და მაგის ისტორია ხო იცი რომ მივიდა მანჩესტერში რა არც იყო მისული რაღაც უყურებდა და რომელიღაცა გუნდი თუ არ ვსდები ბრედფორდი თუ ბორნუთი ანადგურებდა მანჩესტერს და მე უშველიო რა ამ გუნდსო რა მართლა ეხა თავისი წვლილი შეიტანა რაღაც კარგი გააკეთა გუნდში რაღაც ის წინსვლებისთვის მართლა ბევრი რაღაცა გააკეთა და მართლა ეს ფაქტებიც დაფიქსირდა მოკლედ რაღაც ის იყო რა სცენები იყო ისეთი მაგ თამაში რომ არაფრის მთქმელი თამაში სანახაობად გადაიქცა მართლა ასიამოვნეს რა ხალხი თან ერთია რომ აი სხვათა შორის ამას მინდა უცებ შევეხო იმიტომ რომ მე უნდა გადავიდეთ და თუ გინდა ნიუკასლი ვესტჰემზეც ერთი-ორი სიტყვა თქვა იმიტომ რომ მნიშვნელოვანი თამაში იყო აი მანამდე იყო ლიცი ბრაიტონი მაგი აუცილებლად აუ ორივეზე აუცილებლად ვისაუბროთ სენსაცია დაფიქსირდა უბრალოდ ფეხბურთელები ზოგადად სპორტსმენებს აქვთ ეგეთი მომენტი როდესაც უკვე გრძნობ რო შენი სხეული ისე აი ერთი ყვებოდა რა ისევ კალათბურთის ანალოგს მოვიყვან კრის პოლი ნო სადღაც 20 თუ არა დუეინ ვეიდი ყვებოდა მგონი რომ სადღაც 37 წლის ვიყავი აი მანამდე 36 წლამდე ჩვეულებრივად რა იგივენაირად პირიქით გამოცდილება ეს ის ახლა როცა ფეხბურთელები ასაკში შედიან IQ-ს ხარჯზე, ძალების ეკონომიის ხარჯზე, გამოცდილების ხარჯზე ჯერ კიდე ახერხებენ რომ იყვნენ რაღაცა თამასა მაღალი ქონეთ, მაგრამ მე დგება მომენტი, როცა უცებ ვცნობ მაგას, რომ სისწრაფეები აღარ გაქვს ისეთი რა. ამიტომ მესმის მე ყველა ეგეთი გამოგიცდია და მეც გამომიცდია, მაგი რომ მეუნებოდნენ ჩემი ბიჭები წავ ფეხბურთი ვითამაშოთ და რო ძალიან რო გინდა და ვერ ხეული აღარ ხო და ეხა წარმოგიდგენი ეხა მე პროფესიონალი ფეხბურთელი არ ყოფილა მაგრამ როგორ მიტყლებოდა და ეხა მაგათ როგორი ის აქვს წარმოგიდგენი და თან კიდე მაგათ დონეები აქვს ეხა შეიძლება სხვაგან ითამაშო ეხა საუდის არაბეთში იმიტომ მიდიან რომ იქ გაკაჩავენ რა ხო მოკლედ ლიცზე ვლაპარაკობდით შემდეგ თამაშს ხო ეხა ლიცი მოდი ლიცზე უმოტივაციო ლიცი ხედავ როგორ დომინირებს ორმა უმოტივაციო ტიპმა ტოტეხებს ხო წაართვა ხო ეხლა ბრაიტონს ვაფშე მოუგო და მაგი ვივარაუდე სხვათა შორის მოუგებს მეთქი და ამ ბრაიტონზე მინდა ორი სიტყვით თქვა მართლა კარგი გუნდია აი ეს ხურცელერი ყავს, გერმანელი მწვრთნელი ყავს, ახალგაზრდა ბიჭია და დააყენა გუნდი. მანამდე სულ ისეთი თავკაცები მოყავდა ამ ლიდს რომ ისა იმას კაცო ბრაიტონს რომ აი სულ რაღაც ამბიციური მწვრთნელები მოყავდა და სულ რაღაცას აღწევდნენ. ეხლა ფაქტიურად მაგას შანსი კიდევ აქვს რომ გავიდეს. კიდევ აქვს შანსი ბრაიტონს, იმიტომ რომ ბრაიტონს რო ეხლა მოიგო გადაასწრებდა უკვე ბორმუნთს და მე-6-ზე ბრაიტონი იქნებოდა. ეხლა ბორმუნთია. მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, ბორმუნთს აქვს 36 ჩატარებული თამაში და 55 ქულა და ბრაიტონს აქვს 37 თამაში ჩატარებული, ანუ 1/11 და აქვს 53 ქულა. ეხლა რომ მოეგო, მართალიან ერთი თამაშით ნაკლები იქნებოდა და დროებით გადაასწრებდა მე თუ მოიგებდა. მაგრამ მაინც რა და ეხლა უკვე გამოტოვებული თამაში რო აქვს ბორმუნთს უკვე რთული იქნება ბრაიტონისთვის რა. რთული იქნება, მაგრამ მადრა მინდა თქვა ბრაიტონზე. ბრაიტონს ყავს მფლობელი ტონი ბლუმი, ასეთია რა. ორნალდო ბლუმი არა ის. ხო, ის არა, ტონი ბლუმი. სერიოზული მაგარი კაცია, ბიზნესმენია, თან სპორტულ იმებშია ჩართული, პოკერი ევასება ძალიან მაგრად. და სამი გუნდი შეიძინა რა, ერთი ეს ბრაიტონი, ერთი არის უნიონ როიალი ბელგიაში და ერთი ის ჰარტსი. ის ჰარტსი, ლეგენდარული ჰარტსი, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, რაც მოხდა შოტლანდიის ჩემპიონატში. რა მოხდა ეხლა უნდა უყურე, ბრაიტონმა ხო წააგო ამ ტურში. ეს როიალ უნიონი ბელგიისა ბრიუგეს შეხვდა და 5-0 მოუგო. აი ეხლა ამ შაბათ კვირას რა. ხო და ყველგანი ხო და ტრაურში უნდა იყოს ეხლა. ჰარტსმა კიდე ქსელტიკთან წააგო საჩემპიონო თამაში და ჰარტზე ხო საერთოდ აი მართლა გულშემატკივრობდი რა. რაც მახსოვს ჩემი თავი სულ ეს სელტიკი და რეინჯერსი ხდებოდა ეხლა გადამწყვეტ თამაში
და ეგეთი აზრი მომივიდა რომ მეთქი არცი პირველს გაიტანს და სელტიკი მოიგებს მეთქი და მართლა ეგრე არ მოხდა ბიჭო როგორ იმიდა ინტუიცია მე რასაც უყურებდი არა თამაშგარა იყო აშკარად გაათანაბრა პენალტით და მეორე გოლი უკვე თამაშის მიწურულს გაიტანა და მერე სარეალ კარში შეაგორა და რამხელა დამსახურება კიდევ ვიძახი მწვრთნელს მარტინ ონილია მაგის სელტიკის მწვრთნელი მოიყვანეს უკვე რო ხედავდნენ რომ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ მოიყვანეს კაცი და კაცმა თქვა 7 თამაში უნდა მოვიგოთო რომ გავხდეთ ჩემპიონი და ზუსტად აი მასე გააკეთა ძალიან უძლიერესი მწვრთნელია მართლა და ირლანდიელია სხვათა შორის და ინგლისის იმპერიის ისა მედლით არის დაჯილდოებული ძალიან სერიოზული აბა ირლანდიელს კი გაუსწორდებოდა ეხა ჰარცი თუ გახდებოდა ჩემპიონი და ერთხელ გლაზგო ან სელტიკი მაინც თუ არ იქნებოდა აი ამის ბრალი რომ ირლანდიელი იქნებოდა უკვე მაგარი განცდა იქნებოდა ჰარცის ბოლო ჩემპიონობა როდის იყო არ იცი 1960 წელს და ეხლა ერთნაბიჯი იყო ისიც იმიტომ ვიძახი ამ ტონი ბლუმის ძალიან დიდი დამსახურება რომ ასე მუშაობს და არ დაგავიწყდეს აი ეხლა ვეგეუნების სიტყვებს ეს ხო ჩაიწერება მოვდა აუცილებლად გახდება ჰარცის ჩემპიონი შემდეგ წელს აი შემდეგში არ ვიცი მაგრამ აი 2-3 წელიწადში უოჭველი გახდება რა შვიდობა იყოს არის იმისი ალბათობა რომ როდესმე შოტლანდიაში ან სელტიკი ან რეინჯერსი ჩაანაცვლოს რომელმა დომინაციის კუთხით ან მაგალითად გახდეს მესამე გუნდი კიდე რომელიც გაუწევს სერიოზულ კონკურენციას ეხაც ეგრეა უკვე მაგრამ ამას თუ შეინარჩუნებს მაგას ვიძახი შეინარჩუნებს ჰარცი დარწმუნებული ვარ ჰარც კიდე ერთი რა ის ქონდა ისტორია მაგასაც გეტყვი ეს ბევრმა არ იცის და მაყურებლებს მოვახსენებ მოკლედ ჩემპიონი ხდებოდა იმის მერე ანუ 60 წელს ხო გახდა ჩემპიონი და 65 წელს მგონი იმასთან იყო ოღონდ სელტიკი და რეინჯერსი არ იყო მაშინ კილმარნოკთან ეგეთი გუნდია კილმარნოკი და მასთან ქონდა ისა შეჯიბრი ჩემპიონობას დააგროვეს ერთნაირი ქულები და ჩემპიონობა როგორ გამოიყვანეს არ იცი აი რას არის აიგებ უყურე გატანილი ბურთები გაყვეს გაშვებულ ბურთებზე და იმის რაღაცა მათემატიკური რაღაცა გამოიყვანეს და რაღაც მიასედებით მოუგო კილმარნოკმა და გახდა კილმარნოკი. ეგ რანაირი სისტემაა, ბატანილი გოლებით როგორ თურმე. ხო ეს ბევრი არის თამაშები მესმის, თამაშების ის მესმის. უბრალოდ დამაინტერესა რა, მიცი რომ აი როგორ შეიძლება სულ ერთი და იგივე გუნდი ხდება, რაც თავი მახსოვს სულ სელტიკი და რეინჯერსი ხდებიან. და აი ეს აბერდინი გახდა ბოლოს ჩემპიონი 86 წელს იმ ფერგუსონის. იმის შემდეგ სულ სელტიკი და რეინჯერსი ხდებოდა. მოკლედ ლიცმა ესეც ეგ ამბავი ხო ნუ ლიცმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ბრაიტონისთვის მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და ეხლა მოდი ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ნიუკასლი ვესტჰემს ნიუკასაც არ ქონა мотиваცია არანაირი და ვესტჰემისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი თამაში იმიტომ რომ ეხლა სანამ გავაგრძელებთ საუბარს ვიტყვი რატო იყო ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ უკვე იცით ვისაც პრემიერ ლიგა გიყვართ მაგრამ მაინც 37 თამაში აქვს ჩატარებული, ანუ ერთი თამაში გადარჩა ვესტჰემს და აქ 36 ქულა. 36 თამაში აქვს ტოტენჰემს ჩატარებული, რომელსაც თამაში აქვს ზეგ, ხო? თუ არა, ხვალ უკვე. დღეს არის, ხო? ხვალ ექნება ტოტენჰემს თამაში და თუ ტოტენჰემმა მოიგო, უკვე გაუხდება 41 ქულა. მიუწვდომელი. და ნუ უკვე მე აზრი აღარ ექნება. რა კი არა, ეხა ისიც რომ ფრედს რო ითამაშოს შეიძლება თანაბარ ქულებზე მაინც ტოტენჰემი გავიდეს მე არ ვიცი ეგ უკვე უნდა ხო მანდ ბურთებია რა უკვე და როგორი სიტუაცია იცი ბურთებში -9 აქვს ტოტენჰემს და -22 აქვს ხო ნუ ფაქტიურად ფრედს აღარ ყოფნის როგორი მომენტია იცი აი ხა შენ რომ თქვი რომ უმოტივაციო იყო ნიუკასლი მაგაში ვერ დაგეთახვები და რატო სენ ჯეიმს არა ხო ცხრილის ეგ არის ზედაპირულად შეხედავ მოსაგებია კარფერი არ ჭირდება უნდა მოიგოს ეგრე არ ხდება უყურე სენ ჯეიმს პარკზე ქული და ინქიდან ქულების წამოღება არავის ეგრე თავისუფლად ვერ წამოიღებ რა იმიტომ რომ იქ მაყურებელი მოდის იმიტომ კი არა ამას არ ჭირდება და ისა წააგო და წაიღონ ქულები ჯერ ერთი მეორე ხო მითქვია შენ გითხარ კიდევაც მაგი რომ
ერთ-ერთი უმდიდრესი, ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მდიდარი კლუბია ეხლა პრემიერ ლიგაში, ნიუკასლი. ისეთი მფლობელები ყავს. ხო, საუდის გაერთიანებული ემირატების ფონდია, რაღაც გაერთიანებული ფონდია. სურმა ალლა ჰალავალე. რაღაც ეგეთი და აქვს გული ალ ესე რო უთვლია, ხო, ეს პრემიები, აბა ეხლა მაგალითად ჩემპიონები რო გახდნენ და ჩემპიონთა თასი აიღონ, წარმოგიდგენია რა ხელა პრემიებს დაითრევენ, მაგრამ უყურე რა ხდება წვრთნელით უკვე უკმაყოფილოები არიან. არ და ერთადერთი წვრთნელი დარჩა ინგლისელი. ხო. პრემიერ ლიგაში ერთი ინგლისელი წვრთნელია, ხო, აი იმ დონეზე დავიდნენ, რომ უკვე მაგას თავისი პირობები აქვს, მაგაზე ვისაუბრებთ, რატომ ინგლისელი რატო დარჩა ერთი, იმიტომ რომ იმხელა ინვესტიციები და იმხელა ფული ჩადეს და ვინც დებს ამას ფულს, აი შენი ეს დაარტყი გავიქეცი ბურთი ავიღე, არ მოსულა რა. იმას უნდა მომენტალური შედეგი. თასი ავიღო, ხალხი კმაყოფილი იყოს, ფანები მოვიდნენ, ბევრი იყვნენ და რაც შეიძლება მეტი დასწრება იყოს მატჩზე და არ არის ეგეთი და ამ ედიხაუ ძალიან კაი მსრველია, მაგრამ აი შედეგს ვერ დებს. ერთი თასი აიღო, მარტო ასოციაციის თასი აიღო ნიუკასლმა. მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ლიგაზე გაიყვანა კი ბატონო, მაგრამ აი ამ სეზონით საერთოდ არ არის ბახო. მით უმეტეს ისეთი თამაში წააგო ნიუკასლმა წელს, რომ აი მაგის გამო უკვე შეირყა რა მაგის სავარძელი. მაგის პირდაპირი კონკურენტი არის სანდერლენდი. შავი კატები, ესენი კაჭკაჭები არიან, გვერდ მაგათ სტადიონი ჩანს საერთოდ. ხო. და მართლა რომ აი მანჩესტერი ლივერპულზე შეიძლება უარესი ეგ იყოს. ერთ-ერთი ის მტრულად განწყობილი დერბია ეგ. ორივე თამაში წააგო. თან ნიუკასლი ხა გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე სანდერლენდი, მაგრამ იმათი мотиваცია, იმათ უფრო მეტი ზიზღი აქვს ეთყობა, არ ვიცი. წარმოიდგინე ნიუკასლი რომ ჩავიდა იქ სანდერლენდში სათამაშოდ. ხო, წერია ეგ ტაბლოზე სანდერლენდი. ნიუკასლი კი არ დაწერეს. ვიზიტორს დაწერეს სტუმრები. სტუმრები დაწერეს, даже სახელი არ დაწერეს. მაგანა ომაგონა იცი? მოკლედ ლოს-ანჯელესში არის ორი დაჯგუფება რა, რომლებიც ერთმანეთს ერჩიან, თავისი ვიეტნამის ომის მერე არსებობენ ეგენი, короче, Bloods და Crips ესე ქვიათ რა, Crips-ებს აცვიათ სულ ლურჯები. და აი ყველაფერი ლურჯია, ბოტასი ლურჯია, ეს ლურჯი, სულ სახში შედიხარ ლურჯი და წითელი ეზიძღებათ რა, არ იკარებენ, შანსი არ არის იმას. ის Crips არ ჩაიცნობს წითელს. პირიქით კიდე Bloods ვინც არიან, იმათ სულ წითლები აცვიათ. და ლურჯი, მოკლედ მაგრა არ ევასებათ და როგორ ეზიძღებათ იკაიფ ერთმანეთი, რომ Bloods-ებს ამოღებული აქვთ C, ისინი ხო არიან Crips და პირველი ასო და ეს აქვს მათი ლოგო რა, C-ს ამას რო გიკეთებენ, ანუ Crips არის. და ამოიღეს C სალაპარაკო იმიდან და ჩაანაცვლეს ბითი, ანუ ქოფის კი არ იძახიან, იძახიან ბოფი. იკაიფე რა და სადაც კი სია არ აღიარებენ რა, იმიტომ რომ ასე იწყებაო, სი მაგათი ასოაო და ამიტომ გიდიათ. ეგ მართლა რეალური არის, იმიტომ რომ ეგ მაგას თავის ტრადიციები აქვს და თავისი ისა აქვს რა, წარსულიდან რომ მოდის და რომ შენდება ეს იძულვილი, სპორტული იძულვილი და რაღაცა. მაგიტომაც არის საინტერესო სპორტი. წარმოგიდგენია რომ ის ერთი თნოლი მოიგო მაშინ სანდერლენდმა იქ სანდერლენდში და ის ერთადერთი ბურთით საკუთარ კარში გაიტანა ნიუკასლის თავდამსხმელმა. თავით ძალიან მაგარი გოლი. ვისაც არ ვნახია, ნახეთ როინატრებ ხო რო გაიტანა ოღონდ სხვა კარში. თავით ესე დაარტყა გაიტანა, გავრჩე და თან აყიდი ახალი გერმანელი ლეგიონერი. დადებული ხო არ ქონა თავის. რაღაცა ეგეთი გოლი თუ გაიტანა. არა ეგ არ მოხდება ბრიტანეთში გაცო მათ ხელა შარში ვინ კი ხდება. ხო და იქაც მოუგო და იქ სეთ ჯეიმს პარკზეც მოუგო. ხო და იმას ვიძახით შეირყა მაგის სკამი და უკვე ხალხი მოითხოვდა გადაყენებას რა, პრესა რომ გადააყენებთ და ამათ ნამდვილად არ უნდა გაშვება ედიხაუს, იმიტომ რომ კარგი მსრველია და რაღაც მომავალი, რაღაც გეგმები აქვს. და ეხლა მგონია რომ აი შემდეგი ჩემპიონატი ძალიან სერიოზული ჩემპიონატი იქნება, იმიტომ რომ ჩელსიც ითამაშებს. ლივერპული იქნება გადასხვაფერებული და ნამდვილად ვერ ვიტყვი აი ნუ უკეთესი იქნება ხო მე არა კლუბზე კარგი გუნდი მე კი მინდა მაგრამ რაღაც ნაკლებად სავარაუდო რომ მისგან პროგრესი არ აი კარგი მაგარი სახლი რო გაგაშენებული დაანგრევ და
რაღაც კორპუსს რო აშენებ, როგორი მომენტია. ხო და ეგ ძალიან საინტერესოა, მომავალ წელს რა მოლოდინები არსებობს რა და ხო ის ნიუკასლის წამოვა, ნიუკასლის წამოვა, ჩელსის წამოვა, სიტი ხო იქნება და იქნება ჯანმრთელი. ტოტენჰემიც ოღონდ აი რა ჩემპიონობაზე არ ამგონია. ხო, მაგრამ ნახე, ეხა ისეთი რაღაცა გამოიარა. ხუთეულისთვის ხო ტოტენჰემი ჯერ დარჩეს. მოდი ჯერ დარჩება წესით რა ვიცი. არა, ეგრე დარჩება ყველაფერი, რა თქმა უნდა, უფრო რეალური გახდა კი არა, უკვე 98% დარჩება. ბურთები თანაბარზეც გადის და ნუ ხო, მაგრამ ჯერ ოფიციალურად ჯერ არ არის დარჩენილი. თუნელი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიყვანეს ის როგორ დაალაგა ეთყობა იქ სიტუაცია და რო უყურებ ახლა ტოტენჰემის თამაშს, სხვა აქტინები თამაშობენ ხა სუსხავანესია ხა მე გეუნები რა თუ მოთამაშეებს წვნელი არ გევასებათ მორჩენილი პონტია მათ ტიპი იმენა გეზიზღება მე მყავდა ეგეთი წვნელი ნერვები მეშლებოდა რო ვიგებდით რომ მეთქი აუ ეხა კიდე დატოვებენ მეთქი ამას მეთქი რა და წარმოიდგინე ეხა რა მომენტები იყო რომ მეთქი აი ხო ეხა მეზიზღებოდა წაგება კაცო და ეს რო გახვალ სპეციალურად შეიძლება არქნა მაგრამ ფიქრობ რომ აუ კაროჩე არ წარმოიდგინე უყურებ და აი არ გინდა რა გახვიდე რა და ეს იგრძნობა დაძაბულობა მე სადღაც არ გათამაშებს იმიტომ რომ შენზე რაღაცაზე ნაწყენია და მაგას მართა მნიშვნელობა აქვს რომ ყველანი ერთო სინერგია გუნდში იყოს და გასახდელშიც იმაშიც ამაში ურთულესი ამბავი მარტივი თემა კი არ არის კაცო ამიტომ მე ძალიან დიდი რესპექტები მაქვს ყველა მწნელის რა ხო და ამიტომაც ადგა და გაიმარჯვა თან ისევ და შანსი არ დაუტოვა რა ადრეული გოლები გაუშვა ვესტჰემმა და ვესტჰემი საერთოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჯერ ის სიტუაცია ის გაუშვეს მწვრთნელი ის კარი ის ხო გაყიდეს დეკლან რაისი ხო გაყიდეს და ის თანხა წესიერად ვერ გამოიყენეს რა. კი აი რო შეხედო შემადგენლობას მართლა კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არ არიან შეწყობილი რაღაც იმას ვერ აკეთებენ რა. მე 19 წელზე უკვე 2 რითმოს რო აგებთული. ადრეული გოლები გაუშვეს და უკვე იქ ნათელი იყო რომ მაგი არაფრის გამკეთებელი არ იყო მან. დანარჩენი ის აი ბრენტფორდი ხო, მოდი თუ გინდა ამოვწუროთ ეს კრისტალ პალას ეთამაშებოდა, სხვათა შორის ბრენტფორდი იყო მოტივირებული გუნდი. ვერ მოუგო კრისტალ პალას და რო დაუკვირდია რა, არც ერთ გუნდს აი პესეჟის გარდა არავის არ წაუგია. ნუ არსენალი თამაშობს დღეს. ვინც თამაშობს ფინალებს. ფრაიბურგმა მოიგო, ლაიფციგს მოუგო, ასტონ ვილამ ლივერპულს მოუგო, კრისტალ პალასმა ფრეი თამაშა, რაიო ვალეკანომ კიდე ჩვენ მიქაუტაძის გუნდს მოუგო 1-0. ანუ იცი რა არის ხა ფინალში მიდიხარ სათამაშო, აი წაგებული რატო რაღაც ხედვაც არის რომ აი წაგებული რატო წავიდე, ითამაშეს რა. ბავშვი ბრენფორდმა 92 წუთზე გაიტანა, ანუ ბოლოსკენ. გაათანა ბრა, აგებდა, ორჯერ აგებდა. და ის კრისტალ პალასი ხო ფინალშია ხა და მაგაზე ვლაპარაკობ. ხო. ყველას ეგონა რომ ადვილად მოიგებდა ბრენტფორდი. იმიტომ რომ ეხა კრისტალ პალას აქვს 27-ში, რა ვიცი, ერთი ის ხო აიღო ინგლისის თასი ხო აღებინა მაგის თავკაცი ვინც არის. ოლივერ გლასნერი. თასი აღებინა, სუპერ თასი აღებინა და ეხლა კიდე გაიყვანა ფინალში კონფერენს თასის. ეს არის მაგალითად ცხოვრებაში არაფერი არ აქვს მოგებული. გაიფობ და 1-2 წელიწადში მაგრამ გავაკეთე. და მიდის ეგეც მიდის. და თან კრისტალ პალასი ფინალს თამაშობს ისე რომ მე-15 ადგილზეა საკუთარ ჩემპიონატში. ხო, ნუ მად უკვე იცი როგორ მოდის. გამოჩნდა რომ უკვე იქით ვერა მიაწვა ევროპ ტურნირებს. ხო, ლოგიკურიც არის ხა და გავარდნით არ ვარდება და თელ რესურს იმას მოახმარს ახლა. მაგათვის ეგ არის და ისიც ხო თქვი რომ ახლა ასტონ ვილამ რომ ეგ თასი აიღოს, რამხელა ბედნიერება მთელი ბირმინგემი იქნება უბედნიერესი, მაგრამ ერთ კითხები ფრაიბურგს, იმათ საერთოდ არაფერი არ აქვს. ხო, იმათ. საერთოდ ამათ ჩემპიონატ თასი აქვს აღებული ძმაო და სუპერ თასი. ასტონ ვილას 82 წელს, მაგრამ აღებული აქვს რაღაც. ხო და ეგეთი მომენტი. კიდე რა იყო, ნუ პრინციპში ვულზმა ეხა ბოლოში ვულზე არა ეხლა ის არა ერთი იყო ვულზი ეგ არაფრის თქვენი თამაში იყო. ფულებთან და სანდერლენდზეც ხო, ნუ თქვით იქ რაღაცა. ევერტონის სანდერლენდის უმოტივო თამაში იყო და 3-1 მოიგო სანდერლენდს. ხო ამ დროს ევერტონმა კიდე სიტის დააკარგვინა ქულები. ნუ აი ხო გეუბნები განწყობაა გუნდის როგორ გავა. რა мотиваცია გაქვს. კიდევ ვიძახე ნიუკასლი იქ მოგება არ მოგების ის იყო мотиваცია იყო ის რომ წვრთნელის ამბავში მოიგეს. ესო ეთყობა დაალაგებულია თლად ისე არა, მაგრამ დაალაგებულ წვრთნელს პატივს ცემენ რა.
ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი აბა შენი პროგნოზები მაინტერესებს. კიდე პირველ რიგში რას ფიქრობ შენ არსენალი ბარნლიზე, რომელიც დღეს იქნება? მაგაზე პროგნოზი გაკეთება ჩემო არ შეიძლება. რატო? აი როგორ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ვერ მოიგებს არსენალი? ანუ გასაგებია რომ ლოგიკური ეს არის, მაგრამ შეიძლება კიდე. შენ რას გიგზნობს გული? მე რას მიგზნობს ხა? მეტი ვითხარი. დაკარგავს გულებს არსენალი. არ მაგას მე ვერ ვიტყვი, დაჟე ვერ ვიტყვი. შენ ისე თქვა და შორის თქვი რომ არსენალმა ხო მოიგო ვესტჰემთან რომ მოიგო. მეგონი ვესტჰემთან იყო ხო რომ მოიგო წინაზე. თუ იმის წინაზე. მოკლედ ვესტჰემთან მოიგებს. ხო და შენ ამბობდი რომ ვესტჰემთან მოიგებსო და მე დარჩენილ ნორ ტურში სადღაც შეიძლება აუსტრიალდეს ფეხიო და მაგითო გეუნები რომ ანუ აქ აუსტრიალდება ბოლო ტურში. მოიცა ბოლო ტურში გეტყვი. მოიგებს იმ თამაშს. კრისტალ პალას ხდება. ბოლოში ხო? კრისტალ პალას ხდება, თან კრისტალ პალასი უკვე ნათამაშები იქნება. ანუ შენ ფიქრობ არსენალი ჩემპიონი გახდება ესე იგი. ნუ აქეთკენ მიდის უფრო, მაგრამ დიდი ალბათობით გახდება ჩემპიონი. ვერ წააგებს იმით. და დროა უკვე მე მგონია სამჯერ მეორე ადგილი უკვე ხო ცოდოები არიან. ნახოთ რავი დღეს ძალიან ისეთ კიდევ ვიძახი რა. საფეხბურთო ღმერთები რას ინებებენ, თუ ინებებენ ვერ გახდება. ბორმუნდზე რას ფიქრობ? ანუ ბორმუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და სიტისთვისაც. ანუ გასაგებია რომ სიტია ფავორიტი, მაგრამ კარგი თამაში იქნება მე მგონი. აი თამაში იქნება. ადვილად ესე ბორნმუთს ხო გეუბნები 16 თამაში არ წაუგია ეს ბორნმუთს მგონი ისტორიაში დარჩება ეგ რომ ბორნმუთმა არ წააგო 16 თამაში მართლა სერიოზული ის არის მიღწევა და ის იმ ტონი ბლუმზე რო გითხარი რა მაგენ როგორ აწყობენ ხო იცი თამაშს ის ფილმი გინახია ბრედ პიტი რო თამაშობს ადამიანი რომელმაც ყველაფერი შეცვალა ხო რაღაცა მახსოვს ბეისბოლზე ეგ მაგას ქვია მანიბოლი ეგ ნათარგმნი ეგრეა ქართულად ეგრე თარგმნიან მაგრამ მანიბოლი ქვია და მეც მინდოდა იცი როდის მინდოდა ეგ მეხსენებინა აი როცა ვლაპარაკობდით თქვა მოთხოვნებზე რა იმ წნელის მოთხოვნაზე რომ ესე ვხედავ ოღონდ აი მან ყველაზე კარგად ჩანს როგორი შიდა სამზარეულოა გენერალური მენეჯერის როლი რა არის ცოტა სხვა სპეციფიკაა შეიძლება ბეისბოლი მაგრამ პრინციპი ყველგან ერთია რა მაინც მწნელია გენერალური მენეჯერი და ფლობელია და ეს ხომ მცირე მარკეტის ტიპია რა ეს ვისიც არის ეს გუნდი და რა ქვია გუნდს ახლა გავიხსენებ მაგას და ძალიან მაგარი მომენტებია ვისაც სპორტი გიყვართ და გაინტერესებთ აი როგორ კეთდება ტრეიდები გირჩევთ როგორ ეუნები იმას ტიპს რომ იცი რა არის შენ აი დავე ჩაბარგდი და სხვა გუნდში გადადიხარ რა თავარი მენეჯერია ხო მაგრამ გახსოვს მწნელთან იმასთან რომ მიდის ფლობელთან და რომ ეუნება რომ ბიჭო რაღაც 3-4 მილიონი მაინც დამიმატე რომ ეუნება და არა ძმაო ეგავართ რაც ავართ რა არა წვრილს როგორ ელაპარაკება აი წვრილი არაფერი არ არის ფაქტიურად წვრილს რა ეუნებოდა რომ პენიაო თუ ვიღაცაზე ეუნებოდა რომ ესა თამაშეო და ის რო უარზე იყო ყველა გუნდიდან დაატრეიდა სანამ იძულებული არ გახადა რომ იმას ეთამაშა მაგრამ იმ წვრილს არ ჯეროდა ამისი მიდგომის და ამისი ფილოსოფიის და მერე ნუ მაშინ რეკორდი დაამყარა იმ გუნდმა, მე მგონი სან-ფრანცისკოს გუნდია. ხო და მან რა სიტყვებია. ზედიზედ 21 მოიგო. ხო და გახსოვს მან რა სიტყვებია. ხო, მაგრამ თუ ბოლოში ფინალში წააგო. ყველა დაგვივიწყდა. ყველას დაავიწყდება, მაგრამ ამ რეკორდის გამო დღემდე ახსოვთ. და ეგეთი ამბავია, ყურე აი არსენალი ახლა ჩემპიონთა ფინალშია გასული. აქ ერთი ნაბიჯია კლია რომ ჩემპიონი გახდეს და თუ ვერ მოიგო ყველა დაივიწყებს არსენალს და იწყვის სიტის ხო იცი რატო იმიტომ რომ გავა 15 წელი და რო გაიხსენებენ რომ აი რომ ჩამოუყვებიან ნახავენ იქ ნახავენ ვინ მოიგო და როგორ დარჩები ისტორია მეორე ადგილოსანზე და იმაზე დაითვლის ხო იცი აი ზუსტად იმ ბილ შენკლის ქონდა რა მხოლოდ გამარჯვებული დანარჩენი ყველა დამარცხებულია ეგეთი ისე შენ ეხა რახან მანიბოლი ახსენი ერთ ძალიან საინტერესო თემაზე მინდა უცებ კითხო რა იმედია ძალიან დიდ დროს არ წაიღებს ახლა სხვადასხვა დამოკიდებულებაა რატომაც ქვია მაგ ფილმს რომ ეს მანიბოლი და მე რომ კაცი რომელსაც ყველაფერი შეცვალა არის ისიც რომ ვერ ვიტყვი რომ რაღაცა რევოლუცია მოახდინა მაგ პერსონაჟმა ბრედ პიტის მაგრამ თავისი მიდგომებით ძალიან ნოვაციური მიდგომები ქონა დღეს ეგ მიდგომები უკვე ჩვეულებრივი პონტია მაშინ არ იყო ეგრე ანუ მისი პოლიტიკა რა იყო ის ეუნება ტიპებს რომ ჩვენ ნახეო აი ხო არისო რა ანუ გუნდები კაი გუნდებიო მე ამ კაი გუნდების მერეო არ კიდე დიდი ხვრელიაო და იმ დიდი ხვრელის ბოლოში ვარ ჩვენო რა ნიუ-იორკმა წაიღო ჩვენი ფილტვიო იმანო ჩვენი ღვიძლიო იმანო ჩვენი გულიო იმიტომ რომ მცირე მარკეტის გუნდების ხვედრია რა გაზრდიან სუპერსტარებს მე ატრეიდებენ მაგრამ შეიმუშავა გეგმა რითიც ერთი სუპერსტარი მაგალითად რომელიღაცა მიწავდა
ვერ მოვიყვან სუპერსტარს, მაგრამ მე 3 მოთამაშისგან შევქმნი იმ ერთს. ანუ 3 ადამიანი, იქ ხო ბეისბოლის სპეციფიკაა რა, ხან ერთი ხან მეორე ხამას. იმ 3-ისგან შევქმნი ერთს რა და ტიპმა მათემატიკურად და ფორმულებით, რო აი ამ პროცენტიდან ესე იცვლის, ეს აქიდან, იქიდან ის ბოტანიკი რო ყავს ის ბიჭი რა, გვერდში რო დაისმევს და როგორი კონფლიქტი ახალ მიდგომებსა და ძველ მიდგომებს შორის. ის სკაუტები რო ნაწყენები არიან, რო ბიჭოც, მაო 25 წელია ამას ვაკეთებთ და კიდე მეგობრებო, ეს არის კიდე მნიშვნელოვანი. დაგვიჯერეო და ესე უნდა და არა, აი როგორი პრინციპული უნდა იყოს თუ გჯერა რაღაც. რა თქმა უნდა. და ერთი მაგარი კიდე რაც მომწონს, მოთამაშეებზე რო საუბრობენ და შეფასებებს რო აკეთებენ, რეებს ანიჭებენ მნიშვნელობას, რომ ერთ-ერთ მოთამაშეზე იძახიან, რომ მაგასო არ ამგონიაო, რომ დიდი კონფიდენსი ქონესო, ანუ საკუთარ თავში რწმენაა, იმიტომ რომ მისი გელფრენდი არ არისო ისეთიო რა. და ეს დაბალ თვით შეფასებაზე მეტყველებსო და საიდან უდგებიან ტიპს, რომ ესე იგი თუ შეყვარებული არ მოეწონათ როგორია და ჩათვალეს, ესე იგი არა აქვს მაღალი თვით შეფასება და ირეებით ასკვნიან ახლა წარმოიდგინე. ხო და ზუსტად მაგი მინდა გითხრა რომ აი მაგაზე იმიტომ ახსენე ეგ ფილმი რომ მაგ სისტემაზე არის აგებული აი ეს ბრაიტონი. ხო, აი ამ ტონი ხო ბლუმის მიდგომა გუნდების მიმართ არის მაგაზე და წარმოიდგინე ახლა როიალ უნიონი რომელიც 30-იან წლებში იყო ჩემპიონი და იმის ვაფშე საერთოდ არც ვიცოდი ეგ გუნდი აღარც მახსოვდა და ბელგიის ჩემპიონი. ხო, უნიონ ბერლინი ერთია და როიალ უნიონ ბელგიაში როიალ უნიონ სენტ ჟილესი ესეთი გუნდია რა. აი ეგ გუნდი გახადა ჩემპიონი. ჩემპიონი გახდა ეგ ბელგიის. მე ხა ბრაიტონი ძალიან მაგრად თამაშობს და ხა სელტიკი რეინჯერსი ხარცი მიიყვანა ბოლო ნაბიჯამდე და ეს რა დღე იყო წარმოიდგინე სამივე გუნდი იმინა გაანადგურეს. რა მურტალია რა. თან საჩემპიონო იყო ისიც ბელგია ბრიუგე პირველ ადგილზე იყო, მაგრამ რომ მოეგო შანსი ჰქონდა რა. კი ბატონო. ხო და ეგეთი რაღაც დაეფარდა იმ ხარცმა 3-1 წააგო და იმ მარტინ ონილზე ორი სიტყვა უნდა თქვა, ჩემო მაყურებელმა არ ვიცოდეს უმაგრესი ადამიანია ბრიტანეთის იმპერიის ლეგიონის მედალოსანი გადასცეს და რომ მოვიდა ხო გეუბნები არა ფაქტიურად შანსი არ აქვს და მაგისი რეფორმებით გახდა ჩემპიონი რა თან კიდე სელტიკის მაღალი დონის აი ლარსონი რო თამაშობდა ჰენიკო მაგ დროს იყო ეგ რა ტიპი იყო ჰენიკო ეგ იყო მაგის მწვრთნელი მაგ დროს და იქ დაჯილდოება იყო რაღაც სასწაული ძალიან სერიოზული სიტყვით გამოვიდა სვენ გორან ერიქსონის სად სელტიკში ხო იყო რაღაც პერიოდი თუ მეშლება ახლა ლაციოში იყო და ჩემპიონი გახდა 2000 მგონი ერთ-ერთი შოტლანდიის ერთ-ერთ გუნდში რატომ ახსოვს თუ მე მერევა ლაციოში იყო სვენ გორანერიქსონი 2000 წელს და გახდა ჩემპიონი ხო, არა, მე სხვაგან მაგაზე ყველა იძახდა, რომ საიუბილეო ციფრია და იმიტომ გახდაო. ეხლა ჩელსი ტოტენჰემი იქნება, ეს არის ძალიან სერიოზული თამაში. ეს ხო იცი როგორი თამაშია, ჩელსი ტოტენჰემი არის არანაკლები დერბი, ისეთი მტრული დერბია, მოკლედ. ნახე საიდან მახსოვდა, ბიჭო, როდინდელი ამბავია და სადამო მიგდო ეხა ფაილი რო სვენ გორანერიქსონი და სელტიკის ამბავი. აქ წერია ეხა დაუგუგლე რა და წერია რომ მოკლედ 2000-იან წლებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სელტიკისგან სვენ გორანერიქსონმა და ძალიან უნდოდათ რომ მათი გენერალური მენეჯერი გამხდარიყო და დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად და რაღაცაო საბოლოოდ მაინც ლაციოში დარჩენა ამჯობინაო და ეგ მახსოვდა მაგით ვთქვი რა სელტიქსი რა ოთინდელი ამბავია. კაი. მე არ ვიცოდი. შემდეგი თამაში აი ჩელსი ტოტენჰემზე გავამახვილოთ ყურადღება ეს თუ მოიგო ტოტენჰემმა ფაქტიურად კი რა ხო არა მორჩენილი ამბავია რა და ესე მგონია რომ მოიგებს რა ხო წესით უნდა მოიგოს უყურე გატეხილი ჩელსი ხო თან ახლა თასის წააგეს უკვე რამხელა ენერგიას ჩადებდნენ იმ თასშიც ხო რაღაც წესით და რიგით ახლა ლოგიკურად უნდა მოიგოს ტოტენჰემმა მაგრამ ხო ნუ ახლა თუ დადეს თავი იმათმა და შეაკლეს თავი თან აი ის არ არის აი ეს ცეცხლი არანთია მართლა ტოტენჰემი ჩელსი რო იყო ხო მაგრამ იცი რა ერთი კიდე რა მგონია რომ როდესაც გუნდი ესე იტანჯება მთელი წლის განმავლობაში ხან ტრამვებისგან ხან იმისგან ხან ამისგან და ხანდახან არ გიმართლებს რაღაცა არის ხოლმე მომენტები როცა ბოლოსკენ
უკვე გვიანია, მაგრამ დასარჩენად შეიძლება იყოთ იქნებ რაღაცა მართლა დაალაგდა, იქნებ რაღაცა დაალაგა სიტუაცია იმენად. ერთი თამაში უნდა ჩადონ ყველაფერი ამ თამაშზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. მაგით თუ მოიგო, დორჩენილი ბაზარი იქნება, არა. ბატონო. აინც ინტრიგა შეიძლება დარჩეს რა. ვინ გადმოდიან, ესენი რო ვარდებიან ახლა ვულზი როგორ და ვესტჰემი. Coventry გადმოვიდა ეგრევე, თან Coventry-ის მწვრთნელი ხო იცი ვინ არის? ლამპარდი. 95 ქულით გადმოვიდა. და Ipswich-ია მეორე. Ipswich-ია მეორე, 84 ქულით. Southampton-ი ჰალი არის ახლა ფინალი. ესე იგი ვიცით რა, ვინც ნუ ახლა გაირკვევა კიდე ჰალსა და Southampton-ში. აი მოდი აუცილებლად ხوار ჩამოთვალოთ ის ბოლო ტური როგორ იქნება Brighton-ი Manchester-ს ეთამაშება. Burnley Wolves, Crystal Palace Arsenal, Fulham Newcastle United, Liverpool Brentford, Manchester City Aston Villa, Nottingham Forest Bournemouth, Sunderland Chelsea-ს ეთამაშება, Tottenham Everton-ს ბოლო ტურში და ბოლო ტურშივე West Ham-ი ეთამაშება Leeds. ხო, აი ახლა ეს ორი თამაში, Tottenham Everton და West Ham Leeds-ი ამ თამაშზეა დამოკიდებული Chelsea-ს და რას იცავს. თუ მოიგო Tottenham-მა უკვე მან ფაქტობრივად ფრედს უკვე ყველანაირ ინტრიგას კლავს. აი რაც არის City Aston Villa იქნება ძალიან მაგარი თამაში. თან Aston Villa-ს უკვე ნათამაშები ექნება ფინალი ევროპა ლიგის და ისე მიდის City-სთან. დააჩნია როგორ დასრულდება. იმედია თუ წააგებენ კარგად ეხავს მაგაც და უფრო მეტად. ხო არის რომ ეხა ხანდახან ხასიათობს. ხო შეიძლება რომ ხასიათია, მაგრამ მე მგონია რომ Aston Villa მან ითამაშებს. აი ბოლომდე რა. რაღაც ეგრე ჩანს რომ აი ძალიან ადვილი თამაშია, მაგრამ აგერ ხო გვანახა რა ლივერპულთან. ბარლისთან ფრეი თამაშა, იმასთან წააგო ტოტენჰემთან. წააგო ბარლისთან ფრეი თამაშა, ლივერპული დაიჭირა. ნუ ეხლა ლივერპულის მდგომარეობაში ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ კიდევ ვიზახი მე მამარდაშვილის ჩვენი მამარდაშვილის იმას მდგომარეობა მაინტერესებს უფრო ახლა უკვე ვიდრე ლივერპულს, იმიტომ რომ ლივერპულმა ეს სეზონი ჩათვალე დათმო რა. დათმო უკვე და გულშემატკივრები ძალიან აღშფოთებულები არიან, ძალიან მაგარი. რო სლოტი ხო დატოვეს. ხაბი ალონსო ჩელსიში გადავიდა. ეგეთი მწვრთნელის გაშვება ჩემი აზრით არ შეიძლებოდა რა. არც დაკავშირებოდა, არავინ არ დაკავშირებულა ხაბი ალონსოსთან და ნუ დატოვეს თქმა ენდობიან რა და ეგეთი მომენტია. ხო, კიდე რა შეგვიძლია გამოყოთ შემდეგი ტურიდან? რა შეიძლება და ლივერპული ბრენტფორდი, იმიტომ რომ ჭირდება ლივერპულს თუ იქ მაინც ჭირდება იქ მესამე. შვიდათ რო იყოს ბოლომდე და ენფილდია ბოლო და თავისი. მაგრამ ნახე Aston Villa-მ თუ წააგო. გინდაც წააგოს, მაგას უკვე მნიშვნელობა. არა, მე ვიძახი იმ ამბობში 6 გუნდი გავა თუ არა, შენ რასაც ამბობ ხოლმე, ხო და აი ეგ შეიძლება რომ Aston Villa ჩამოვიდეს ისევ მეხუთეზე და ლივერპული ავიდეს მეოთხეზე. და მაშინ უკვე 6 წარმომადგენელი ეყოლება. და მე მგონი ეგრეც მოხდება, რომ ლივერპული მოიგებს და აი ხო City-მ თუ თავის მოედანზე წააგო, ეგ არ ვიცი. Crystal Palace. იქ თუ დაინახა რომ Arsenal-იც აი ესე რომ შეხედო რა, რომ Arsenal-ი იგებს თავის თამაშს 2-0, 3-0, City რა. არა, თუ ორივე თამაში მოიგო რა ღაზრი აქვს City რას იზავს კაცო, მაგრამ ხო და ბოლო თამაში შეიძლება City-მ გააფუჭოს კიდევაც. ხო, ნუ გააჩნია ოღონდ ეხა რა წინაზე ლივერპულთან რო ხონდა შეჯიბრი Aston Villa-ს ხდებოდა ზუსტად. და 2-0-ს უგებდა Aston Villa და 3-2 მოიგო. ხო, ეხა მაგალითად ფრერო ითამაშოს Manchester City-მ და Arsenal-მ მოიგოს, ნუ უკვე მანდაც მორჩენილი ამბავი გამოდის რა. ასე რომ ბოლო ტურში თუ ეხა თუ ასრიალდა City, ბოლო ტურში რო გააფუჭდეს ეგ Nottingham-ი Bournemouth-ია კიდე აქ საინტერესო თამაში და Crystal Palace-თან თამაშობს Arsenal-ი, მაგრამ გასვლა წერია, მაგრამ ეს Crystal Palace-იც ხო ლონდონური გუნდია. ხო. კაი, მოდი Aston Villa Freiburg-ზეც ვისაუბროთ და აქ რა იქნება შენი პროგნოზი, რა მოლოდინები გაქვს და რა არის შენი მთავარი სათქმელი ამ შემთხვევაში? ხო, ამ თემაზე რამოდენიმე სიტყვა კი ვთქვით, მაგრამ ახლა უფრო ცოტა რო გავავრცოთ 82 წლის მერე Aston Villa-ს არაფერი არ აქვს მოგებული. კი ჩემპიონის ყოფილა თასებიც აქვს აღებული, მაგრამ ევროსარბიელებზე ეს ერთი თასი აქვს აღებული 82 წელს ჩემპიონის თასი აქვს აღებული და მერე ბარსელონა დაამარცხა სუპერთასზე. ანუ სუპერთასიც აიღო. და იმის მერე ხა ამდენი ხანი გავიდა, ხო გეუბნები. ეგ არის ბირმინგემისთვის
იქნება რა, ყველა ბირმინგემის მოსახლე იქნება უბედნიერესი ადამიანები იქნებიან. თან ახლა ისეთი მწვრთნელი ყავს ასტონ ვილას, რომელსაც 4ჯერ აქვს თასი აღებული. ხო, იცის რა უნდა აკეთო ფინალში. 2ჯერ კიდე ფინალშია გასული. ხო და ნუ 2ჯერ ფინალშია გასული, 4ჯერ აღებული აქვს. დიდი შანსია რომ გაიმარჯვოს. ფრაიბურგ საერთოდ ეგ უდიდესი მიღწევაა რომ საერთოდ ფინალში გავიდა, მაგრამ სადაც ფინალში გავიდა, იქაც ითამაშებს ესე მგონია რა. ნუ აშკარა ფავორიტია ასტონ ვილა, რომელმაც უნდა ალბათ გაიმარჯვოს რა. მაგრამ დიდ წინააღმდეგობას რო გაუწევს, მაგაშიც დარწმუნებული ვარ რა. კი ბატონო. ფრაიბურგი. ჩვენ მაყურებლებმა დაგვიწერონ პროგნოზები თავისი. ხო, აი ეგ არის კაი იდეა რა. სანამ ჩვენ ვაპირებთ სოფლიო ჩემპიონატისთვის, გვექნება გადაცემა და სოფლიო ჩემპიონატზეც გვექნება მუდმივად ვეცდებით ხოლმე რომ ანგარიშებზე რაღაცა ჩვენი მინი ლოკალური ის რომ მუღამი გასართობად გავაკეთებთ მაგას და თქვენ უბრალოდ დაწერეთ ხოლმე თუ ეხა ყველა თელი ტურის დაწერა არ მოგინდებათ ვინ და როგორ შეგიძლიათ აარჩიოთ რავი 3 თამაში ან 4 თამაში და თქვენი პროგნოზი თქვათ რა ან თქვენი აზრი დააფიქსიროთ ბოლო-ბოლო ეგ არის და ეგ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ ასას და მე საერთოდ ვფიქრობ რომ თუ ვინმე იქ დაწერს ისეთ მოსაზრებას რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ნუ ეხა შეიძლება ბევრი საინტერესო იყოს და ყველას ვერ შევეხოთ მაგრამ მე მგონია რომ თუ კარგი რაღაცა შემჩნეული არგუმენტი იქნება ან რაღაცა მე ჩვენთან აქ გადმოვიტანოთ და ამაზე ვიმსჯელოთ ასე ვთქვათ რა ასე რომ თქვენზეც ვართ მოგმულები ძალიან ჩვენი მაყურებლის აზრი და თუ რაღაც ისეთს გვეტყვიან რაც წაადგება ჩვენ საქმესაც და მათაც ესე ამოვნებათ რომ საღამოს სასიამოვნოდ გაატარონ რა თქმა უნდა ეს წინ წაწევს ჩვენ გადაცემასაც და უფრო საყურებაც გახდეს რა თქმა უნდა კი ბატონო ასე რომ იგივეს გეტყვით რა ლაიქი საბსკრაიბი და ეგ არის და დაველოდებით მაშინ თქვენს და ასევე სტუმარზეც ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვები და სტუმრის ამბავიც უკვე გვარდება და ჩვენ უკვე გვაქვს კანდიდატურები ყავს ვინც უნდა მოვიდნენ ფიქრობთ ამას და აუცილებლად როცა კონკრეტულად გვეცოდინება უკვე გეტყვით მოკლედ სულ ეს იყო შეგახსენებთ რომ დღესაც და ხვალაც თამაშებია რავი უყურეთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ ჩვენ ახლა ისე დროს ჩავწერეთ რომ რეალურად სიტის თამაში და არსენალის თამაში არც არის დაწყებული და არც ტოტენჰემი ამიტომ მხოლოდ პროგნოზები ვთქვით ნახოთ რა გაირკვევა როცა უკვე დაიდება გადაცემა ეს თამაში მორჩენილი იქნება და შეიძლება სხვა მხრივად საინტერესო იყოს თქვენთვის ეს ამბავი და ხო დანარჩენი რავი შენს დაემშვიდობე და მე მგონი შეგვიძლია უკვე დავასრულოთ მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და მადლობა რომ გვიყურეთ ალბათ დროებით და შევხვდებით ძალიან მალე